მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ. ახლა თემატიკა იქნება რა დგას თქვენი ცხოვრების კარებთან, ასე ვთქვათ. საინტერესო იქნება, ვისაც გაინტერესებთ უყურეთ ბოლომდე და ლაიკები არ დაგეძაროთ ენერგოცლისთვის, მეგობრებო. იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ვინაიდან და საერთო გაშლა ყველაფერი არ ემთხვევა და უფრო ზუსტი და კონკრეტული ინფორმაციები მოდის რასაკვირველია პირადი გაშლებიდან, ამიტომ პირადი ვისაც გსურთ, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში და ყველა დეტალს გაგაცნობთ მე თავად. მიხართ თქვენ რა ენერგიებში ხართ ახლა რომ მიხვდეთ რამდენად ეს გაშლა იქნება თქვენი, რა ენერგიებში ხართ დღესდღეობით, როცა ამ გაშლას უყურებთ. დაკიდებულ ენერგიებში. მე-12 მაღალი არკანი ამოდის, რაღაცნაირი სიტუაცია გაშიშებულია თქვენ ირგვლივ, თქვენ ცხოვრებაში 180 გრადუსით გიწევთ საპირისპირო მდგომარეობიდან, მაყურებლის როლში ყოფნა, იმასაც ვერ ვიტყვი რომ რამის ქმედება, იმიტომ რომ დაკიდებული ხართ აქ თავდაყირა და სრულიად ამოტრიალებულია ის სიტუაცია, რასაც მიჩვეული იყავით და თქვენი ყოველდღიურობა იყო, ეს შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობის თემატიკას, როგორც სამუშაო რეჟიმს, როგორც ფინანსების მიღება-გაცემის რეჟიმს, როგორც მეგობრებთან ურთიერთობას, ყველას თქვენი გაქვთ მოკლედ ინფორმაციას რო ვიძლევით თქვენ თავს და თქვენ სიტუაციას მოურგეთ, რომ მიხვდეთ რამდენად შეიძლება ესა თუ ის გაშლა იყოს თქვენი. კონკრეტულად რა სიტუაციაში მოდი დავაკონკრეტოთ რა სიტუაციაში ხართ ასეთ მსხვერპლის როლში. არ მიჩვენებენ რომ რაღაც ხუთიან ხმალი, რაღაც კონფლიქტური სიტუაცია გაქვთ, ეს შეიძლება იყოს. კიდევ ვიმეორებ, ასევე როგორც სამუშაო რეჟიმში თქვენ კოლეგებთან კონფლიქტი, თქვენ უფროსობასთან კონფლიქტი, თუ თქვენ ხართ უფროსი, თქვენ ქვეშ შეურდომებთან რაღაცნაირი ახალი რეჟიმი, რომელიც თქვენ დაამყარეთ და სტაფი ასე ვთქვათ, ვერც გეწინააღმდეგებათ და შეიძლება გეწინააღმდეგებათ კიდევაც და რაღაცნაირი უკმაყოფილება არის მათგან. შეიძლება იყოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულიც, ასე ვთქვათ, რაღაც ნაწილისთვის ეს ინფორმაცია მომდის და მცირე ნაწილისთვის, მაგრამ ეს ინფორმაციაც იქნება, რომ შესაძლებელია რაღაც გაიგეთ თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, რომელსაც ჭირდება თქვენი ენერგიის და დროის ჩადება, მაგალითად მკურნალობის რეჟიმი, რაღაც წამლების მიღება და ასე შემდეგ. ასევე შესაძლებელია იყოს პირდაპირი გაგებით კონფლიქტი თქვენ პარტნიორთან, თქვენ ოჯახის წევრთან, თქვენ სამეგობრო წრეში, ვიღაცა მეგობართან, მეზობელთან, ნებისმიერ სიტუაციაში, მოკლედ რაღაცნაირი კონფლიქტური თავდაყირა სიტუაცია გაქვთ, სადაც თქვენი ემოციური ფონი დაგდებულია, შემიძლია ვთქვა, დავარდნილია, უფრო სწორი ნათქვამი იქნება, არაფერი არ გიხარიათ, არავინ არ გიხარიათ, ხუთიან ხმლით ეს როგორც წესი არის სიტუაცია, სადაც ამ ომში, რომელ ომშიც ახლა საკუთარ თავს გრძნობთ, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და ვერც გამოვლინდება, იმიტომ რომ ეს არის ომი, სადაც ერთმანეთის მხარეებს არ ესმით, კონსენსუს და დიალოგი არ გამოდის, პირიქით ერთი რო იტყვის, მეორე ორმაგად მწარედ პასუხობს და ასე ვთქვათ, ორივეს რჩება ის შეგრძნება, რომ აი ზედმეტი უთხარი, ან ზედმეტი მითხრა და აფექტურ მდგომარეობაში ზედმეტი ვაკადრეთ ერთმანეთს, ვერ გავიგეთ ერთმანეთის და ისიც და თქვენც, ის მხარეც და თქვენი მხარეც არის ასე ვთქვათ დაღონებულ მდგომარეობაში, რბილად რომ ვთქვათ. მოკლედ თუ ატყობთ რომ ენერგეტიკა თქვენია და თქვენ ენერგიებს ასახავს ეს გაშლა, უყურეთ ბოლომდე და ენერგოცლისთვის ლაიკები ეხლავე არ დაგეზაროთ, ეხლავე დასვით და წავედით გავიგოთ, ესე იგი აქ ამოვარდა იმპერატორთან არის საუბარი, შეიძლება თქვენ ბრძანდებით იმპერატორი, ეს არის დაოჯახებული პიროვნება, შეიძლება თქვენი უფროსთან კონფლიქტია, ეს არის როგორც წესი მენეჯერის კარტი, ხელმძღვანელის კარტი, წარმოების მფლობელის კარტი, მეპატრონის კარტი, ასევე დაოჯახებული პერსონაჟია როგორც წესი. ოჯახი ყავს მას, ზურგს უკან, მარტო ხელა არ არის, ასე ვთქვათ, იმპერატორი და ტიპაჟი არის ძალიან ბრძანებელი, ძალიან მაღალი ეგო აქვს, რაც თავად უნდა რომ მოხდეს, ის უნდა გააკეთოს ყველამ, ასე ვთქვათ. ეხლა თქვენ თავზე მოერგეთ ეს იმპერატორი, თქვენ ბრძანდებით თუ ამ იმპერატორთან გაქვთ, ასე ვთქვათ, კონფლიქტი. შესაძლებელია თქვენი პარტნიორიც იყოს პირადი ურთიერთობებისთვის, რომელიც არის მაგალითად დაოჯახებულ რეჟიმში, არ არის
ეს სიტუაცია გამორიცხული, პირიქით დიდი ალბათობით ასეთი მაყურებელიც იქნება. მოკლედ გავიგოთ რა დგას თქვენი ცხოვრებისეული კარების მიღმა, რომელმაც ეხლავე უნდა დაგიკაკუნოთ, ან ზარი დარეკოს, ან პირდაპირ შემოვიდეს უკითხავათაც კი შეიძლება თქვენი ცხოვრების სახლში, თქვენ ცხოვრებაში. რა დგას თქვენ ცხოვრების კარების მიღმა, თქვენ კარებთან. მოდი ესე ვთქვათ, უფრო სწორად თქვა მითხება. თქვენ გაჩვენებენ, რომ გალიაში გრძნობთ თქვენ თავს, ძალიან ბევრი შიშებით, ძალიან ბევრი სტრესებით, ძალიან დამოკიდებული ხართ რაღაც სიტუაციაზე. ეს შეიძლება იყოს დამოკიდებულება პარტნიორულ ურთიერთობებში, რომელიც უკვე ვახსენე ვიღაცა იმპერატორთან მაგალითად გაშლა ორივე სქესისთვის არის მეგობრებო, მამაკაცი მოიგეთ თქვენ თავზე. თქვენი მდგომარეობა შეიძლება სამუშაო რეჟიმში რომ ვერ გამოდიხართ აი ამ გალიდან, თუმცა გალია ღიაა. აბსოლუტურად არავინ ხელს არ გიშლით ამ გალიიდან გახვიდეთ, აბსოლუტურად არავინ წინაღობას და პრობლემას არ გიქმნით, რომ განთავისუფლდეთ და ამ გალიაში არ იჯდეთ, მაგრამ ეს არის შეშინებულ მდგომარეობაში პიროვნება, რომ გავალ რამე შველება, რომ წავალ ამ ურთიერთობიდან მერე რამე შველება, როგორ გავძლო მის გარეშე, რომ წავალ ამ სამსახურიდან რამე შველება, ამ ოჯახიდან რომ ამ ოჯახს დავანგრევ რამე შველება, ამ ქვეყნიდან რომ წავალ რამე შველება. აი თქვენი სიტუაცია, რაზეც უძილობა გაქვთ, რაზეც სტრესები გაქვთ, რაზეც შეიძლება როგორც რთულად თქვენ ხატავთ აი ამ ფონს სიტუაციურად, ასეც არ არის. ცხრიან ხმალი ეს არის ყველა ვარიანტში სიტუაცია, სადაც თქვენ ამუქებთ, სადაც თქვენ უფრო მეტად განიცდით, ვიდრე სიტუაცია არის, იმისი რომ განიცადოთ. კი, რაღაც შეიძლება პრობლემები არის, კონფლიქტები არის, შეუთანხმებელობა, მაგრამ თქვენ გაცილებით მუქ ფერებში ამ ყველაფერს აღიქვამთ, ნერვიულობთ, სტრესი გაქვთ, უძილობა გაქვთ და იზიხართ აი ამ გალიაში გამოკეტილი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისშემშლელი პიროვნება და სიტუაცია არ გაქვთ, იმისი რომ თავისუფლად იგრძნოთ თავი, აი როგორც ჩიტი გამოხვიდეთ გალიიდან და ის გააკეთოთ, იმას შეხვდეთ, ისეთი სიტუაციები შექმნათ თქვენ ცხოვრებაში, თქვენ გარშემო, რაც თქვენ გაწყობთ. მაგრამ აი ზიხართ და რაღაცას ელოდებით. თუმცა თქვენი ცხოვრების კარებთან არის მზე, რომელიც გპირდებათ მხიარულებას. თუ სამუშაო რეჟიმს ვიტყვით, ძალიან კარგი გამონათება იქნება თქვენი სამუშაო რეჟიმის ახალ რეჟიმზეა საუბარი, სადაც აი ამ გალიას რომ დატოვებთ და გამოხვალთ და შიშებს დატოვებთ, ასე ვთქვათ, ამ გალიაში, წარსულს დატოვებთ გალიაში და გამოხვალთ არენაზე, ასე ვთქვათ, მიიღებთ აბსოლუტურ პოპულარობას თუ ვიტყვით, ახალი სამუშაო რეჟიმის პოპულარობას, თუ თქვენი ერთგვარი ახალი მიმდევრობა, ახალი საქმიანობა ინტერნეტში გაპოპულარიზება, თქვენი სახელის გააქტიურება, ცნობადობა. ეს არის რეჟიმი, სადაც ყოველი დღე არის თქვენთვის სიხარულის ცეკვა, სიმღერის ენერგიის მომტანი, სადაც ყველა გათენება გიხარიათ, სადაც ყველას ესმის ჰარმონიულად ჯდება აი ფაზლები, როგორ თქვა, სწორია თუ არა ქართული სიტყვა დამიწერეთ, რას ნიშნავს, ვინც ხვდებით, აი როგორც კუბიკ რუბიკი, ერთმანეთში ჯდება უკვე ყველაფერი და მიმდინარეობს ჰარმონიაში ყველაფერი, იმიტომ რომ როგორც იქნა აი თქვენი კომფორტის ზონიდან გამოხვედით, ბჭყალებში კომფორტის ზონა დატოვეთ ეს სიტუაცია და გამოხვედით უკვე ქმედებაზე, გადახვედით უკვე იმ მდგომარეობაზე, რომ თქვენი ცხოვრების ღვედები აიღოთ თქვენ ხელში, საჭე აიღოთ თქვენ ხელში და იაროთ წინ, იმიტომ რომ წინ გელოდებათ მზე, ეს არის საუკეთესო კარტი, მე-19 მაღალი არკანია ეს, ასევე მის გვერდით ამოდის მერვე მაღალი არკანი იუსტიცია, რომელიც არის კანონიერების კარტი, თუ ვინმეს ქორწინება-განქორწინების პრობლემა გაქვთ და აი ამ გალიაში ზიხართ, ასე ვთქვათ, ეს არის ის მდგომარეობა, რაც თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში, რომ სამართალი იყოს თქვენ მხარეზე, თქვენი თავი დაიცვათ, კარგი ადვოკატი იპოვოთ, თუ ადვოკატურ საქმიანობას არ შეეხება თქვენი პროცესი და თქვენი მდგომარეობა, თუ ადვოკატურაა და მოსამართლეობაა თქვენი სამუშაო რეჟიმი, ძალიან კარგი გამონათება გექნება და კარგი პერიოდი მოდის, ასე ვთქვათ, დახვავებული თქვენი საქმიანობისთვის, რაც თქვენ პოპულარობას თქვენ სახელს მოუტანს, თუ ქორწინება-განქორწინებაზე ვიტყვით, უნდა დასვათ წერტილი და წახვიდეთ
ახალი ცხოვრების შესაქმნელად, იმიტომ რომ აქ არის მე-17 მაღალი არკანი ვარსკვლავი კალოდის ციხში, რომელიც არის თქვენი ოცნებების გზით სიარული, ინტერნეტ, პოპულარობა, თქვენი საქმიანობის წარმატება, ჩაფიქრებული ოცნების ასრულება, ამიტომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, გადადგით ნაბიჯი და მიიღეთ